აღიარება მოხდა დაშინების შემდეგ თუ 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ დასუფთავების სამსახურის ორმა თანამშრომელმა თავად გადაწყვიტა ბრალად წარდგენილი დანაშაულის აღიარება. სწორედ ეს არის ახლა მთავარი კითხვა. პირველების ინფორმაციით ალან ყაყიტაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პროკურატურამ აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დიმიტრი სადოევი საპატიმრო დაწესებულებას 2 წელში დატოვებს, სმო უსოიანისთვის კი ციხის კარი 6 წელში გაიღება. ალან ყაყიტაშვილის საქმეზე რამდენიმე თვის წინ მოამზადა შაბათის ეთერმა საგამოძიებო რეპორტაჟი, სადაც ქრონოლოგიურად იხსენებდა მათ შორის ოქროს მოწმე ირაკლი ტატუნაშვილი სხდომათა დარბაზში მოსამართლის თანდასწრებით თუ როგორ გახდა ალან ყაყიტაშვილი და თავად ირაკლი ტატუნაშვილი პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი. ტატუნაშვილს დაზარალებული სტატუსის საქმეში ამ დრომდე არ აქვს, თუმცა ის მოსამართლეს უხსნიდა როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები ალან ყაყიტაშვილს და თავად ტატუნაშვილს პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში. მოწმე ყვებოდა, რომ მას თავში გამეტებით ურტყამდნენ და სთხოვდნენ არჩადენილი დანაშაულის აღიარებას, ასევე განმარტავდა, რომ ესმოდა დაზარალებული ალან ყაყიტაშვილის ხმა თუ როგორ ითხოვდა ის პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთი კაბინეტიდან დახმარებას. სწორედ ამის შემდეგ დაკავებული იყო 3 პირი, ერთ-ერთი ირაკლი ტატუნაშვილი, რომელიც არის ოქროს მოწმე, მოსამართლემ სრულად გაამართლა და ის დარბაზიდანვე გათავისუფლდა. რაც შეეხება დანარჩენ ორს, რამდენიმე წლით მათ მოუწევთ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში იყვნენ, თუმცა ბუნდოვანია, რის შემდეგ მოხდა მათთან საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება პოლიციის მაღალჩინოსნებს, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ის ადამიანები, ვინც დაზარალებულმა, მათ შორის ირაკლი ტატუნაშვილმა ძალადობაში ამხილა, ამ დრომდე რჩებიან თანამდებობაზე. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ თავდაპირველად ამ საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, თუმცა მას შემდეგ, რაც კარლო კასიტაძის სამსახური გაუქმდა, ეს საქმე გადაიბარა პროკურატურამ, თუმცა არანაირი გამოკითხვების სერია პროკურატურაში არ დაწყებულა და ყველა მაღალჩინოსანი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ირაკლი ტატუნაშვილი რეალურად თავდასხმის მდგომარეობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის მიერ გარკვეულ განხორციელებულ მოქმედებებსაც მიუთითეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გაამართლა ირაკლი ტატუნაშვილის სრულად. პოლიციელების მიმართ დაიწყო თუ არა რაიმე მოქმედებები. როგორც თქვენთვის ცნობილია, თავდაპირველად, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მაშინ გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც შემდეგ გაუქმდა და ეს საქმე გადაეწერა პროკურატურას და პროკურატურა იძიებს, თუმცა მაგის შემდეგ არანაირი მოქმედებები არ განხორციელებულა, ირაკლი არ უცმიათ დაზარალებულად. ხოლო რაც შეეხება ალან ყაყიტაშვილის შემთხვევას, ალან ყაყიტაშვილის შემთხვევის ნაწილშიც ერთობლივი საქმე იყო, ეს ირაკლი უთითებდა ორივეს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში და ანალოგიურად იქაც სავარაუდოდ შეწყდა საერთოდ გამოძიება. რაც ბრალდების მხარემ ჩვენ საქმეში გააჟღერა დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება 117 მეოთხე რადზე, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ფაქტობრივად საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მათ აღიარეს ბრალი და შესაბამისად სასჯელზე შეთანხმება. ანუ რეალურად ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ალან ყაყიტაშვილს დაზიანებები მივაყენეთ ჩვენ და არა პოლიციელებმაო? არა, ეს არ უთქვამთ, თქვეს, რომ მათაც მიაყენეს დაზიანებები, უბრალოდ თქვეს, რომ მათ მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შაბათის ეთერის საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით დაადგინდა, რომ 6 ივნისს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ერთ-ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ, დროსაც მათ შორის დაიწყო დაპირისპირება. ამის შემდეგ კი უკვე დაპირისპირებული მხარეები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რა დროსაც როგორც ირაკლი ტატუნაშვილი განმარტავს, ის და მისი მეგობარი ალან ყაყიტაშვილი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ და ყაყიტაშვილი სავარაუდოდ ამ ძალადობის შემდეგ უკვე გარდაიცვალა. ორი პირი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ერთი 2 წელს გაატარებს ციხეში, მეორეს კი მოუწევს, რომ ციხეში იყოს 6 წლის ვადით, თუმცა ის პოლიციელები, რომელიც დაზარალებულმა ირაკლი ტატუნაშვილმა დაასახელა, ამ დრომდე გამოკითხულებიც კი არ არიან.